გავრცელებული ინფორმაციით პუტინი ტრამპთან შესახვედრად ალასკისკენ მიემართება. მოსკოვიდან სპეციალური რეისი დილის 7 საათზე აფრინდა. ფლაირადარის მონაცემებით ბორტმა გზის ნახევარზე მეტი უკვე გაიარა. ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ალასკაში ხვალ უნდა გაიმართოს. რუსული მედიის ინფორმაციით შეხვედრა მოსკოვის დროით 22 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. კვლელობა კახეთში საგარეჯოში ნათესავმა 26 წლის კაცი მოკლა. ადგილობრივების ინფორმაციით 21 წლის ბიჭმა წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე თანასოფლელი და ნათესავი საცხოვრებელი სახლიდან მოტყუებით გაიყვანა. კაცივი იარაღით გუნკერდის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, თავად კი მიიმალა. ბრალდებული, რომელიც წარსულში ნასამართლევია, უკვე დააკავეს. ირაკლიმ მითხრა თუ თავს კიდევ მიატრიალებ გაგაუპატიურებს. სისტემატიურად აქცენტს აკეთებდა, რომ გამაუპატიურებდა, მემუქრებოდა. ჩვენება სასამართლოს პროევროპულ აქციაზე დაკავებულმა ანასტასია ზინოვკინამ მისცა. მან მოსამართლეს დეტალურად მოუყვა, რომ ჭრეკის დროს პოლიციელი ირაკლიმ მუხადგვერდელი სექსუალურად ავიწროებდა და გაუპატიურებით ემუქრებოდა. ზინოვკინა მეუღლესთან ერთად ნარკოდანაშაულის ბრალდებითაა დაკავებული. ორივე მათგანი ამბობს, რომ ნარკოტიკი პოლიციამ ჩაუდო. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პოეტი ზვიადრატიანი პატიმრობაში დატოვა. ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლას და 10,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ითხოვდნენ.